რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემის სახელით მოგესალმებათ თენგის გოგოტიშვილი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. პროჭორვილს ძალიან გასაჭირია დგას. მენტალური. ისეთი გასაჭირია დგას მენტალური, რომ არ ესმის რომ მენტალური გასაჭირია დგას. გაიგე პროჭორვილო? ვერ გაიგე. კარგია, ამ მენცარულად აგიხსნი. წლების განმავლობაში იზრდებოდი რუსული ფსბ-ს დაწერილი და მისივე ყვითელი პრესის მიერ გავრცელებული მითებით, რომ დონალდ ტრამპი არის კგბ-ს აგენტი კრასნოვი. ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გადაბირებული. ამას კითხულობდი, ისმენდი, იჯერებდი, მე რა სხვას უყვებოდი და იმას აჯერებდი. გაიგე, ტრამპი პუტინის აგენტი ყოფილა. ესე იგი, მაგასთან ჩვენი კაცი მალე დაალაგებს, რადგან ხო ვიცით, რომ ესეც პუტინის კაცია. თუმცა ამაში ერთმანეთს არ ვუწყდებით. ასე სანქციებსაც მოახსნევინებს, ფულსაც დაიბრუნებს და ერთად დაამარცხებენ deep state-ს. გავიდა დრო, ფულის დაბრუნება და სანქციების სიიდან ამოღება არ გამოვიდა და იმავე მამამ და მარჩენალმა მეხი დაგატეხა თავს. საკუთარ პროპაგანდისტებს დაამუშავებინა თეორია, რომ ტრამპი თავად არის deep state, მთელი თავისი ადმინისტრაციით. და ეგეც დაიჯერეთ. ნუ ახლა შათირიშვილი ხაინდრავა და დოდოშკა ხუცილავა რომ გეუბნებიან, დაიჯერებ, აბა რას იზამ, საწახო. სუსტად მანდ ვერ მივხვდით, რომ ხაფანგში ხართ. ლოგიკურ ხაფანგში. თუ იცით ლოგიკა რა არის. ახლა პროჭორვილელებო თქვენს გლუვტვინებში ტრამპი თან deep state-ია, თან პუტინის დავალებების შემსრულებელი აგენტი. ესე იგი, deep state-ის სული და ხორცი პუტინი ყოფილა. ესე იგი, პუტინი გაკარგინებთ ეროვნულ იდენტობას. პუტინი გაგლეშთ კულტურულ ფესვებს. პუტინი მიგათხრებთ ევროკავშირსა და ნატოში. პუტინი გთხოვთ ინცესტის დაკანონებას. პუტინი გაჭმევთ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს. პუტინი გაიძულებთ დაჩიპვას. პუტინი გივრცელებთ მომაკვდინებელ ვირუსებს და შემდეგ გიბიძგებთ ისეთივე მომაკვდინებელი ვაქცინაციისკენ. პუტინი გართმევთ მართლმადიდებლობას. პუტინი გრყვნით, პუტინი ზრდის თქვენ შვილებს კოსმოპოლიტებად. პუტინი გიწერთ პირადობის მოწვევებში 3-6-იანს. პუტინი გიჩეხავთ ტყეს. პუტინი ყიდის თქვენს მდინარეების კალაპოტებსა და გართმევთ დავით გარეჯს. პუტინი აფინანსებს ამ ქვეყნის მტერ NGO-ებს. პუტინი აწყობს სახელმწიფო გადატრიალებებს თქვენი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. პუტინი ადნობს თქვენს მყინვარებს. პუტინი გითხრებთ საბანკო სესხების კაბალაში. და ბოლოს პუტინი ათხოვებს თქვენს მამაკაცებს, ხალხო. ხო, მაგ ყველაფერს პუტინი შვება. არა, ტრამპი შვება პუტინის დავალებით. ახლა პუტინის უახლოესი ძმაკაცი და მოკავშირე მადურო გაბაძრა. ასევე პუტინის დავალებით. და მე სხვა ძმაკაცებს ემუქრება. კუბაში, ირანში თუ სხვაგან. ტრამპმა პუტინის დავალებით დააპატიმრა 2 რუსული ტანკერი და ახლა სხვებს მისდევს. ოჩახ, აგენტო კრასნოვ. აი ეგრე გააგრძელე. ხოცკი ძალიან არ მოსწონს რას წაკეთებ, მაგრამ რა კი იცის რომ შენც პუტინის კაცი ხარ. გონია რომ ვენესუელასაც მხოლოდ თვალის ასახვევად უტევ, ირანსაც, ჩინეთსაც, ბრიკსაც და იემენსაც. სინამდვილეში კი ამერიკის პრეზიდენტი მხოლოდ იმიტომ გახდი რომ რუსეთს ჩააბარო მთელი ევროპა, ნახევარი აზია და ალასკა. და მხოლოდ იმას ოცნებობ რომ 100 წლის შემდეგ კრემლის კედელში პოვო სამუდამო განსასვენებელი. შენი ანალიტიკური უნარებისა იყოს პროჭორვილელო. პროდუქტის ფასი ერთი პრობლემაა. მეორეა მისი წარმომავლობა. დიახ, წარმოებელი ქვეყანა. ბარკოდის საწყისი რიცხვი 46. ეს ორი ციფრი სერიოზული პრობლემაა, რადგან 46-ით აღენიშნება ყველაფერი, რასაც აწერია ზელანოვ რასიი. 2025 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს რუსეთისგან 19,5 მილიონი დოლარი შოკოლადი შეისყიდა. 12 თვის ჯამით ალბათ შობისა და ახალ წლის გათვალისწინებით 25 მილიონსაც აარტყამდა და მეცაც. მარტივად შეგეძლიათ ამის გამოტვლა. როდესაც რამდენიმე წლის წინ კალოშა ნომერი 9 გვიმტკიცებდა მეტროს ვაგონების შესყიდვის ხელშეკრულება რუსეთთან იმიტომ გავაფორმეთ, რომ თბილისის მეტრო საბჭოთა დროს არის აშენებული და სხვა აქ ვერ იმუშავებდო, გავატარეთ, კაი. იმავე კალოშა ნომერმა 9 მეტროს ადგურების რეაბილიტაციის კონტრაქტი მერე შარშან ბელარუსულ კომპანიას რომ გაუფორმა, ეგეც გავატარეთ, კაი. მეტრო საბჭოთა დროინდელია და რუსეთის და ბელარუსის გარდა ვერავინ ვერ იზამს. მაგრამ დარწმუნებულები ხართ, რომ რუსის გარდა არ შოკოლადის კეთება იცის ვინმე. ან ბელგიელმა არ იცის, ან ნიდერლანდელმა, ან ფრანგმა, ან ავსტრიელმა, ან გერმანელმა არ იცის, ან ჩეხმა, ან თურქმა არ იცის, ბოლოს და ბოლოს თუ სახმელი თუ საზღვარია მნიშვნელოვანი. აი, რაღა რუსეთი დედა მოხნოლო, რაღა რუსეთი.
Пробую все новогодние вкусы России, щедрая душа, золотая коллекция. Основная причина, почему я их купила, это то, что они с градусами. ასლან აბაშძისა რომელიმე სხვა ფაბრიკაში წარმოებული შოკოლადი რომ არ ხეთქო, სხვას ვერ ინელებ. თუ ამას ბავშვობის გემო აქვს. და ცოტა სისხლის გემოც ხომ ადაყვება. შენივე სისხლის. 80-იანი წლების შემდეგ რომ გაღვრევინეს თბილისში, გორში, აფხაზეთში ან სამაჩაბლოში. უკრაინელების სისხლის გემო არა აქვს. ჩეჩნებისა, სირიელების. მარტო შოკოლადის პრობლემა რომ იყოს, ასე სამარცხვინო და საგანგაშო არ იქნებოდა, მაგრამ რუსულმა პროდუქტმა წალეკა საქართველოს ბაზარი და წლიდან წლამდე მისი წილი სულ უფრო იზრდება. რუსული შოკოლადის შემსყიდველთა საერთო სია ასეთია. პირველ ადგილზე არის ყაზახეთი, შემდეგ ბელარუსი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი. საქართველო ამათ შემდეგ საპატიო მე-7 ადგილზეა. მსოფლიოს 200 ქვეყანაში. ჩინეთსაც კი გავასწარეთ. აი ამხელა ჩინეთს, რომელიც მე-8 ადგილზეა. ამიტომ სულ ისეთი გამარჯვებები გეზეიმოს ბორია, როგორც შენმა რუსმა აიღო კიევის ამ დღეში და ისეთ კვილად დაგვიბერდი, როგორც მიშკანა სევერე. შენზე კარგად ხო? არავინ იცის, როგორი щедрая душа ეგ შენი რასია. Россия – щедрая душа. მე ახლა ფოტოს გაჩვენებ და თქვენ მითხარით, რას აკეთებს ეს ორი 8 წელმოსილი ერისკაცი. რაო? არა, ასორი. არა, არც ეგ. არა, შორს ხარ სიმართლისგან. კაი, რაკი, თქვენით ვერ ხვდებით, მე უნდა გითხრათ ისევ. ორი 8 წელმოსილი მამრი ქართველი ერის გამრავლებაზე ზრუნავს. ხო, გამრავლებაზე. ხელს რომ აწერენ მაგით. არა, ეხლა ეგ რამ გაფიქრებინათ. არა, ეს ის არ არის თქვენ რომ გონიათ. ესენი ხელს აწერენ, რომ ითანამშრომლებენ ამ უმნიშვნელოვანესი და უმტკივნეულესი პრობლემის გადასაჭრელად. ერთმანეთთან ითანამშრომლებენ. აი ეს მარცხენა გავიგე. მინისტრია თვითგამოცხადებული და სამსახურებრივად თითქოს ევალება ზრუნვა დემოგრაფიაზე. და ეს მარჯვენა რაღაცუაშია. ეგ ვის დაეკარგა დემოგრაფიისთვის ბრძოლის ველზე. არა, აკადემიკოსი რომა გავიგე, მაგრამ აკადემიკოსობ რაღაცუაშია. ან იმ მემორანდუმში რა წერია. ცადე ტექსტის მოპოვება, მაგრამ გასაიდუმლოებული ყოფილა. არის ძლევია. განსაკუთრებით მაინტერესებდა მომავალ დემოგრაფიულ აფეთქებაში გათვალისწინებულია თუ არა ის არაბული ქალაქები ბორია რუსი რომ აშენებს თბილისის გარშემო. თითო კაცზე 4 ცოლი და სულ ცოტა 4 ბავშვი რომ ვიანგარიშოთ, სერიოზული მონაგარი იქნება. თითო ფაკულტეტი, თითო ქალაქსო. როგორც ხვდები, დემოგრაფიის ფაკულტეტი თბილისში რჩება. და ხელმომწერი ვაჟების სერიოზული სახეები თუ იმჟელებთ, ამათ უკვე რაღაც აქვს ჩაფიქრებული. იციან როგორ გადავრჩეთ. დემოგრაფიული კრიზისი ნამდვილად არის ქვეყანაში. არც ერთი სპერმის უჯრედი და არც ერთი კვერცხუჯრედი არა ახლა დასაკარგი. ოღონდ გაფრთხილდით. არც ერთი საშვილოსნოს მოცდენა არ შეიძლება რაღაც საეჭვო პოლიტიკური შეხედულებების ადამიანთან გამრავლებაზე. ეგენი დახვეწილი კულტურებია ხალხო. მერე რომ გაიზრდებიან დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ითხოვენ ხოლმე. ჩვენ ახლა რაოდენობა გვჭირდება სწრაფად. ამიტომ სარეველა უნდა მოამრავლოთ. სარეველა კი ნებისმიერ პირობებთან ადაპტირებული მხოლოდ ქოცია. სადაც გინდა გადარგე, სადაც გინდა გადმორგე, ქოცადვე დარჩება. განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ნიადაგში მხოლოდ ცოტა ნაკელს თუ შეიტან იდეალური იქნება. აუ, ძღნერი უყვარს. ძღნერზე ყველაზე კარგად იზრდება ქოცი. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რას დავიდით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემა და